გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი თასკი არის, რომ აი ეს ჩემ ბუდანი ხინკინა გამიგავლეცე. გავცვალო ბექფექში. როცა წამოვედი, გზას გავუდექი. თელი და რავი რამდენი წლის განმავლობაში შეძენილი და შემორჩენილი ტანსაცმელი და ასე შემდეგ რაც ვქონდა, რა თქმა უნდა, აქედან მომიწია რომ გადამერჩია ერთი ჩანთა ტანსაცმელი. დაახლოებით 6-7 ჩანთა ესე ბათუმში გავგზავნე, გავაჩუქე. ასე შემდეგ მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, ავარება რაოდენობის ტანსაცმელი მაქვს წამოღებული. I want you guys to see. შამა შეხედეთ. აი ეს პირსახოცები და ისე რა ქვია. თეთრეული. მე როგორც ძალიან კოხტა ადამიანმა, კოხტა და სუფთა ადამიანმა გადაწყვეტა რომ რუმინისობიდან დამჭირდეს. მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი რომ ცოტა სხვა ტიპის მოგზაურობა იქნება ეს. ამიტომაც მე დამჭირდება ბექბექი. მის დიდი ჩანთების როგორი ბექბექი. ასაცმელების ნახევარს ალბათ დავტოვებან არ ვიცი რა სულსამ. მაგრამ ხო რა, ამით ვიღებდი რა. ამიცია რა ძალიან რთულია. თან 30 კილო, ხალხო, 30 კილო ის რამდენია? ძალიან ბევრი. აი ხა მგონი სისულელს ვაკეთებ ერთ ვიდეო შეწერის დროს დავფიქრდი რომ ცოტა სისულელი არის. ეხა მე რო ეს ჩანთა გავცვალო, წავიღო, რას ვიგებ ამით? ვიგებ თუ ვაგებ? მე მგონი ვაგებ. ამას ჯობია, ამ ჩანთის გაცვლას ჯობია, რომ ეს ჩანთა გავანახებრო, ანუ ტანსაცმელი გავანახებრო, 30 კილო არ ვატარო, ხო? მე მგონი მართლა ჯობია. კაი მიცა. დავფიქრეთ. ესე მე ვაპირებ ეხლა წავსვლა სად? კრუიზზე. და კრუიზზე და მე იქ და მე აქ. ამ ხელა ჩანთის ტარება ცოტა უცნაური იქნება. შეიძლება ყველაფერთან ერთად რთულიც რა, რავი აი. უკეთაა. ეხლა ის მაგივრად ეს რო იყოს. ზურგზე. აუდატარო. არა, გადავიფიქრე აღარ ვცვლი. აღარ ვცვლი ჩანთას მეგობრებო. ეთლის ამ ეტაპზე. აუ ზართული. რატო არის ესეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება? აი, chill. გამშვიდი, tranquilo. ო. გაიდიაში ხა ვიყავი საზეინოდ გასული და მოვედი ამისთვის, რომ ამიღო ჩანთა, წავსულიყავი და გადამეცვალა. ანუ გადამეცვალა გეგონება მელოდებიან იქ, რომ მოდი უნდა გაგიცვალოთ, აი უნდა მეცვალა, მეხვეწა, რომ გამიცვალეთ ჩანთა ძალიან გთხოვთ. 20 ლარამდე დაგიმატებთ ზემოდან. არა, არაფერს და აი ესე არის ყველაზე ცუდი დიალი. გარიგება. იქნებოდა ყველაზე ცუდი, რომ ამ ჩანთაში გადავხადე, სხვათა შორის არის ისე ზვირი. რამდენი გადავიხადე? 90 ლარი. აი მაქსიმუმ 100, მაგრამ მე მგონი 90. ეს უბრალოდ მახსოვს. და 2 წლიანი გარანტია მოყვა. ამ ჩანთას 2 წლიანი გარანტია მოყვა. ამიტომ ესე მოდით, ესე არ მოვისროლოთ. აუ თან ესე უკვე დავარჩერე, გაფორმებული მქონდა ჩემი კოსმოთას მიყვის. სულელი ვარ რა. ხანდახან მგონია ძალიან სულელი ვარ, ხანდახან მგონია ისეა. კაი რა უშავს სამშვიდი. სამშვიდი დღეს იყო ძალიან კარგად დაიწყო. მზიანი ამინდი იყო. არის უფრო სწორად ეხლაც და რაც ჩემთვის ავტომატურად ნიშნავს რომ ძალიან ბედნიერი ვარ რაღაც ცოტა ზე ლეველზე ბედნიერი ვარ და ზენ ლეველზე ენერგი. ამიტომ მოდნერები არ მოვიშალოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ ჩანთის გასვლაც არ არის საჭირო. კი ბატონო, არ არის საჭირო. სწორად გაიგეთ. უბრალოდ ტანსაცმელებს გადავახარისხებ. მეგობრებო, ამდენი ტანსაცმელი რო წამოვიღე, რაჭყვაზე ვიყავი, არ ვიცი. ვიცი, კაი, ვიცი რაჭყვაზე ვიყავი, ჩემთვის იყო რომ საცხოვრებელს გადავდივარ. მაგრამ ანუ თუ ყველა არ მოიარე და ყველა არ ნახე, ყველაფერი როგორ უნდა გადაწყვიტო, სად გინდა ცხოვრება და სად არა.
ცხოვრება ხო ცოტა ისეთი ამბავია. მოდი ამის თავი არ დავისტრესოთ, იმიტომ რომ ისედაც დილით შვრია ვჭამოთ უკვე ერთხელ შევიწვა, ეს გადაწყვეტილებას კი ძალიან სტრესავს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება არის მისაღები ეს თუ ეს. აი თუ მე ვიცი რასაც ვიცი.